დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მინდა რამდენიმე სიახლე გავაჟღერო, ინფორმაცია მივაწოდოთ დედაქალაქის მოსახლეობას. პირველი ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ სპორტული მოედნების არსებობას დედაქალაქში, ზოგადად რეკრეაციული არეალების მოწყობას, განახლებას, პარკების მშენებლობას, სკვერების რეაბილიტაციას. რა თქმა უნდა, ყველა ასეთი ტიპის პროექტის განხორციელების დროს გათვალისწინებულია სპორტული არეალების მოწყობა, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენ კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით, განსახორციელებელი პროექტებით ხელი უნდა შეუწყოთ ზოგადად სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. რა თქმა უნდა, თუ გავიხსენებთ წარსულს წლების წინ, განსაკუთრებით 2012 წლამდე, იყო ძალიან მავნე პრაქტიკა, როდესაც ხდებოდა სპორტული მოედნების გასხვისება, შემდეგ გარკვეული სამშენებლო პროექტების განხორციელების მიზნით, სადაც საცხოვრებელი კორპუსები შენდებოდა, იყო ასევე მავნე პრაქტიკა პარკების, სკვერების გასხვისებისა, რაც რა თქმა უნდა ძალიან მძიმე იყო ეს ტენდენცია და ჩვენ რა თქმა უნდა აბსოლუტურად შევცვალეთ დამოკიდებულება. ქალაქი რა თქმა უნდა ვითარდება, მიმდინარეობს მშენებლობა, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება სწორად, ურბანულად ქალაქის სწორი განაშენიანება მიმდინარეობს და არა სპორტული მოედნების ხარჯზე და პარკების და სკვერების ხარჯზე. დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია კონკრეტულად სახელმწიფომ რამდენიმე დღის წინ მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადმოსცა გლდანში თიანეთის გზატკეცილი 37-აში მდებარე 23,789 კვადრატული მიწის ნაკვეთი. გლდანში მცხოვრებ მოსახლეობას ძალიან კარგად ეწოდინება და იცის, რა თქმა უნდა, აღნიშნული ტერიტორია, ეს არის ამერის, ეგრეთ წოდებული ამერის სტადიონი, სადაც ორი სპორტული მოედანი იყო, შესაბამისი ინფრასტრუქტურა. წინა ხელისუფლების დროს 2004 წელს აღნიშნული ტერიტორია 20 წლის ვადით იყო გადაცემული კერძო სექტორზე, თუმცა აქ პრობლემა ის იყო, რომ არანაირი ვალდებულება მას არ ჰქონდა. მოვლა პატრონობის, შენახვის, გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების და ასე შემდეგ. დღეს რომ ნახოთ რა მდგომარეობა, რა თქმა უნდა, გული დაგეწვებათ, იმდენად მძიმე და გაუბედურებული ვითარება არის აღნიშნულ სტადიონზე. მე პირველ რიგში მინდა ცენტრალურ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურა და სტადიონები გადმოეცა მუნიციპალიტეტს, სპორტის სამინისტროს მადლობა, მინისტრ შალვა გოგოლაძეს. ჩვენ ვპირდებით გლდანის მოსახლეობას, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სავარჯიშო კომპლექსი, რომელიც მთლიანად იქნება რეაბილიტირებული, იქნება განახლებული, ორივე სტადიონი თავისი ახალი საფარით, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, გასახდელები, საშხაპეები და ასე შემდეგ. ტერიტორია, რა თქმა უნდა, გამწვანებული, მთლიანად განახლებული იქნება. ანუ პირველ რიგში გლდანის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, რომ თავიანთი შვილები ატარონ ნორმალურ სპორტულ კომპლექსში, რომელიც მთლიანად რეაბილიტირებული, განახლებული და ევროპული სტანდარტების დონის იქნება. თუმცა დღეს არსებული მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, მაგრამ არა უშავს. მომავალი წლიდან ჩვენ დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას და რა თქმა უნდა დავამთავრებთ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტი შეემატება დედაქალაქს. მინდა ასევე შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე ახლო მომავალში მასშტაბური პროექტების განხორციელება დაიწყება.
რაც მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თვალსაზრისით და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელსაც შექმნილი აქვს საინიციატივო ჯგუფი და მე მათ მივეცი პირობა, რომ იქ არსებული მდგომარეობა იქნებოდა მოწესრიგებული. არის რა თქმა უნდა აღნიშნულ ნაგავსაყრელზე მთელი რიგი პრობლემები, ასევე ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ დაწყებული გვაქვს ახალი არეალის მოძიება, ჩართულია შესაბამისი კომპანიები, სადაც შესაძლებელი იქნება ნაგავსაყრელის ზოგადად გადატანა და ქალაქიდან მოშორებით გაკეთდეს ახალი პროექტი. თუმცა რა თქმა უნდა არსებული ნაგავსაყრელის იმ პირობებში დატოვება, რა პირობებში დღეს არის, რა თქმა უნდა წარმოუდგენელია და ძალიან მძიმეა. ჩვენ მუშაობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, EBRD-თან, ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, რადგან უცხოელი ექსპერტების ჩართულობის გარეშე, რა თქმა უნდა, რთულია ამ ტიპის სამუშაოების ჩატარება, რადგან ჩვენ ამ მიმართულებით არ გვყავს ძლიერი სპეციალისტები. საპროექტო და სამშენებლო ტენდერი გამოცხადებული იყო, ყავს გამარჯვებული კომპანია, გამოვლენილია და შესაბამის ხელშეკრულებას დღეს მოეწერება ხელი. სამუშაოებს შპს თბილსერვის ჯგუფის დაკვეთით, შპს გუმბათი ჰოლდინგი შეასრულებს, კონტრაქტორი კომპანია პროექტის მომზადებას დაიწყებს ხვალიდანვე, შესაბამის ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ ლილოს პოლიგონზე ყველაზე დიდი გარემოს დაცვითი პრობლემა მოგვარდება და შემცირდება ის აუტანელი სუნი, რაც წლების განმავლობაში აწუხებს მოსახლეობას. ნაგავსაყრელი ეტაპობრივად გაიწმინდება წლების განმავლობაში დაგროვებული ნაჟური წყლებისგან და ახალი განთავსებული ნარჩენებისგან წარმოქმნილი სითხე ავტომატურად გაიფილტრება და ეს პრობლემა, რაც იყო სუნთან დაკავშირებით, მთლიანად იქნება მოხსნილი. აღნიშნული კომპანია მხედველობაში მაქვს გუმბათი ჰოლდინგი ბერძნულ საპროექტო და გერმანულ წარმოებელ კომპანიებთან ერთად იმუშავებს. პროექტირებისა და სამუშაოების განხორციელების ვადა გახლავთ 12 თვე. შესაბამისი ტენდერი საერთაშორისო წესებისა და პირობების დაცვით ჩატარდა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია EBRD-მ ჩაატარა და რა თქმა უნდა აღნიშნული პროექტი იმ სასესხო ხელშეკრულებით ხორციელდება, რომელიც ჩვენ EBRD-სთან გვაქვს გაფორმებული. აღნიშნული პროექტის ღირებულება 6,5 მილიონი ევროს შეადგენს. ვფიქრობთ დამეთანხმებით, რომ ამ ტიპის სამუშაოების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში იქ მცხოვრები ოჯახებისთვის და ადამიანებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ურბანული წესრიგის დაცვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი გმედითი ნაბიჯი იქნა გადადგმული. ამჯერად მინდათ გაგაცნოთ და წარმოგიდგინოთ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ახალი ძალიან კარგი პროექტი, რომელიც დაგვეხმარება დროში ეფექტურად და ოპერატიულად მართოთ წესრიგის დაცვის ღონისძიებები დედაქალაქის ტურისტულ და ისტორიულ ზონებში, ცენტრალურ მოედნებსა და გამზირებზე. ჩამოყალიბდა ახალი მიმართულება. მოტოინსპექცია, რომელიც აღიჭურვა ევროპული სტანდარტის ტრიციკლებით, სპეცეკიპირებით და შესაბამისად თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომელიც საჭიროა აღნიშნული მიმართულებისთვის. მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა გაიარეს სპეციალური გადამზადება. სამსახურის მიერ შესყიდული იქნა 20 ერთეული ტრიციკლი. პროექტის მიზანია ისტორიულ და ტურისტულ ზონებში, ცენტრალურ მოედნებსა და გამზირებზე ეფექტურად მართოს ურბანული წესრიგი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. მოტოინსპექცია განახორციელებს დედაქალაქის იერსახის გარემოს დანაგვიანებისა და აკუსტიკური ხმაურის კონტროლს, სამშენებლო და ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევებზე ოპერატიულ რეაგირებას. ძალიან კარგი
და მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს და მინდა მის ხელმძღვანელს და მუნიციპალური ინსპექციის თითოეულ თანამშრომელს უსურვო წარმატებები აღნიშნული მიმართულებით. მეგობრებო, დღეს დინამო არენაზე დაგეგმილია სტარინგ ჯორჯიას მიერ ორგანიზებული კონცერტი, რომლის ფარგლებში საქართველოს მსოფლიოს პოპ ვარსკვლავი ჯასტინ ტიმბერლეიკი ეწვია. ღონისძიების გამო დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც საავტომობილო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება, რომელიც გაგრძელდება 24 ივლისის პირველ საათამდე. აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტი გადაადგილდება ალტერნატიული მიმართულებით. გარდა ამისა, კონცერტზე დამსწრე საზოგადოების შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო გახანგრძლივებული დროით 24 ივლისის 2 საათამდე იმუშავებს, იმისთვის რომ კონცერტიდან დაბრუნებულ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოიყენონ მუნიციპალური ტრანსპორტი, როგორც ავტობუსი, ისე მეტრო და მოახერხონ სახლებში დაბრუნება. კონცერტი 21 საათზე დაიწყება. ავტობუსების მარშრუტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჩვენ უკვე გავავრცელეთ, თუმცა დაინტერესებულ პირებს მისი მოძიება თბილისის მერიის ვებგვერდზე, ასევე სოციალურ ქსელში ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდზე შეუძლიათ. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, ახლა უკვე დავიწყოთ დღის წესრიგით საკითხების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. მადლობა.